2005 წლის სეზონის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ შუმახერი მალევე წავიდოდა სპორტიდან და ვეღარ შეძლებდა მაღალი პოზიციების დაკავებას. მაგრამ ლეგენდარული წითელი ბარონი არ იყო ის, ვინც ასე ადვილად დანებდებოდა. ზუსტად შუმახერმა და ფერარიმ შეძლეს 2006 წლის სეზონში გაეწიათ კონკურენცია იმ წლის საუკეთესო გუნდისა და პილოტისთვის. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. 2006 წლიდან ფორმულა 1-ში შეიცვალა რეგლამენტი. გუნდებს მოუწიათ ახალი ძრავების შექმნა. 3 ლიტრიანი ვიათი ძრავები ჩაანაცვლა 2 და 4 ლიტრიანმა ვერვა ძრავებმა. 2005 წლის გამანადგურებელი დამარცხება ფერარისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. სწორედ ამიტომაც რეგლამენტის ცვლილება მათთვის კიდევ ერთი შანსი იყო. წინა წლის ბოლიდი ნაგავში მოისრულეს და შეუდგნენ ახალი ბოლიდის აწყობას. მთავარ კონსტრუქტორად დაინიშნა ალდო კოსტა, რომელიც წლების განმავლობაში პენსიაზე გასული რორი ბორნის ასისტენტი იყო. ასევე ფერარის გუნდს შემოუერთდა ნიკოლას ტომბაზისი, რომელიც მაკლარენიდან გადმოვიდა, სადაც ის აეროდინამიკის მთავარი ინჟინერი იყო. ახალმა გუნდმა დააბრუნა კოვზის ფორმის წინა ფრთა. ასევე დამატებითი მოდიფიკაციებით შეძლეს წინა ღერძის დაჭერის ძალის იგივე დაუნფორსის გაზრდა. ბოლიდის სხვადასხვა ადგილებში დამონტაჟებულმა დეფლექტორებმა გვერდით ფონტონებთან და ჰაერის შემკვრელ სისტემასთან ერთად მთლიანად შეცვალა ჰაერის ნაკადის მიმართულება. აეროდინამიკის გაუმჯობესებას ასევე დაეხმარა მოხრუჭების უნიკალური ფარინგები, რომლებსაც ტამბურინები დაარქვეს. იმის მიუხედავად, რომ ახალი 8 ცილინდრიანი ძრავა უფრო მოკლე იყო, ვიდრე მისი წინამორბედი, ფერარიმ გადაწყვიტა ბოლიდის ზომა არ შეემცირებინა. სეზონის დაწყებისას ახალი ძრავის სიმძლავრე დაახლოებით 730 ცხენის ძალა იყო, მაგრამ ინჟინერების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად სეზონის მიმდინარეობისას ძრავის სიმძლავრე გაიზარდა და ახლა ის 795 ცხენის ძალა იყო. ახალ ბოლიდს F248 დაარქვეს. გუნდში მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები არ იყო სიახლე. 2005 წლის სეზონის შემდეგ გუნდს დაემშვიდობა რუბინს ბარიკელო და მის ადგილას ახალგაზრდა ფილიპე მასა მოიწვიეს, რომელიც რამდენიმე წელი მონაწილეობდა ფერარის ტესტებში. მიხაელ შუმახერის მოტივაციაზე საუბარს ვფიქრობ აზრი არ აქვს. ის ყოველთვის იბრძოდა ისე, თითქოს ეს მისი ბოლო ბრძოლა იყო. სკუდერიას მხრიდან ბრძოლისთვის გაძლიერება აშკარა იყო, მაგრამ როგორი იყო წინა წლის მთავარი პრობლემის საბურავების ამბავი, 2006 წელს საბურავების შეცვლის აკრძალვა მოიხსნა. თვითონ ბრიჯსტოუნი ყველანაირად ცდილობდა გამოესწორებინა წინა წლის შეცდომები და ახალი სეზონისთვის მზად ყოფილიყო. მით უმეტეს მიშლინის განცხადების შემდეგ, რის თანახმადაც ისინი ტოვებდნენ ფორმულა 1 სეზონის დასრულების შემდეგ. იაპონელებს საბურავების ომის ბოლო ბრძოლის წაგება არ უნდოდათ. ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებული იყო. ფურცელზე ფერარი და შუმახერი ძალიან სწრაფები იყვნენ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ფორმულა 1-ში ყველაფერს რბოლის რეზულტატები წყვიტავს. ესე იგი, შუმახერს და გუნდს ჰქონდათ მხოლოდ ერთი დავალება: ყველაფერი საქმით უნდა დაემტკიცებინათ და დაებრუნებინათ ძველი სიდიდე. 2006 წლის სეზონის სტარტი შედგა ბაჰრეინში და შაბათ დღეს კვალიფიკაციის დროს ყველა ჭორი ფერარის შესახებ გამართლა. შუმახერის პოლ და მისი მეწყვილის მეორე პოზიციამ ყველა სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი აიძულა დადუმებულიყო, რამაც სკუდერიას ფანებს ახალი იმედი აჩუქა. ასეთი რეზულტატი ბევრმა ახალი კვალიფიკაციის სისტემას დააბრალა, რომელიც გავს დღევანდელ კვალიფიკაციის სისტემას. მთელი კვალიფიკაცია გაყოფილი იყო 3 სხვადასხვა სეგმენტად. პირველი და მეორე გრძელდებოდა 15-15 წუთი და თითოეულში 6-6 პილოტი ვარდებოდა. ბოლო კი გრძელდებოდა 20 წუთი. ამ ყველაფერთან ერთად დასაწყისში ყველა პილოტს თანაბარ რაოდენობის საწვავს უსხამდნენ. ამ ყველაფრის გამო პილოტებს ბევრი წრის გავლა უწევდათ, რათა დაეწვათ მეტი საწვავი და ბოლიდის წონა შეემცირებინათ. ეს იახლე გულშემატკივრებს ძალიან მოეწონათ, რადგან კვალიფიკაციის ყურება შაბათ დღესაც საინტერესო გახდა. ბოლო 20 წუთიანი სესია განსაზღვრავდა დარჩენილი 10 პილოტის განლაგებას სტარტზე, რის შემდეგაც ბოლიდებს ანთავსებდნენ დახურულ ადგილას, სადაც ამატებდნენ საწვავს, იმ დონემდე, რაც იყო დასაშვები. ყველამ კარგად ვიცით, რომ პოლ პოზიციის მოპოვება გამარჯვებას არ ნიშნავს. ეს ყველაფერი კი მოქმედმა ჩემპიონმა ნათლად დაგვანახა შემდეგ დღეს. სტარტზე ალონსო მომენტალურად გადაუსწრო ჯენსონ ბატონს და პირველი წრის ბოლოს მის წინაშე ფილიპე მასაც დაეცა. მაგრამ ბრაზილიელი ძალიან ცდილობდა დაებრუნებინა პოზიცია და მერვე წრეზე მისმა შეცდომამ საავარიო სიტუაცია შექმნა მათ შორის. პირველ მოსახვევში დამხრუჭების დროს მან დაბლოკა საბურავები და შემთხვევით არ გაიტანა ფერნანდო ალონსოს ბოლიდი. ამ ყველაფრის შემდეგ ალონსო დაედევნა შუმახერს, მაგრამ მიხაელი ბევრად რთული მეტოქი აღმოჩნდა. ყველაფერი გადაწყდა ბოლო მონაკვეთში. ალონსო პიტსტოპზე შევიდა 3 წლით გვიან ვიდრე შუმახერი და პიტლეინიდან გამოსვლისას ისინი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. ამ დუელის მოგების შემდეგ მას არ გაუჭირდა ლიდერობის შენარჩუნება და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთდა. ბოლის შემდეგ ფერარიმ ყველაფერი ტექნიკას დააბრალა და განაცხადეს, რომ მათი ტემპი წესით უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. შემდეგ ეტაპზე კი მალაიზიაში თავის დაზღვევის მიზნით ორივე ბოლიდზე გამოცვალეს ძრავები. იმ დროს მსგავსი ცვლილებები ისჯებოდა სტარტზე 10 პოზიციით უკან დახევით. ამიტომაც შუმახერი რბოლას იწყებდა მე-14, ხოლო ფილიპე კი 21 პოზიციით. კვირას შუმახერი ნელ-ნელა გადადიოდა წინა პოზიციებზე. მისი ახალგაზრდა მეწყვილე კი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და ფინიშისთვის გადაუსწრო მას.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ადრე მსგავს სიტუაციაში სტრატეგებისგან ყოველთვის გავიგებდით ბრძანებას, რომ მათ არ უნდა ებრძოლათ და უნდა გაეშვათ გერმანელი წინ, მაგრამ ამჯერად სტრატეგები დუმდნენ. ამ მომენტში კი ნათლად ჩანდა, რომ გუნდში ნამდვილად სერიოზული ცვლილებები მოხდა. სასაცილოა, რომ ამ რბოლაში რენოს მეორე პილოტიც უფრო სწრაფი აღმოჩნდა. ფერნანდო ალონსომ კი ისევ გვაჩვენა უნიკალური ოვერთეიქები და მე-7 ადგილიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ფერარიმ ახლაც ყველაფერი ტექნიკას დააბრალა, მაგრამ ავსტრალიის შედეგების შემდეგ თავის ასეთმა გამართლებამ აღარ გაჭრა. პირველი პრობლემა მიხაელის კვალიფიკაციის დროს შეექმნა, როდესაც წვიმამ ხელი შეუშალა და არ მისცა მას საშუალება ბოლოს სეგმენტში გადასულიყო. რბოლის დროს ის თავდაჯერებით ცდილობდა პოზიციების დაბრუნებას. 24 წრეზე მან შეძლო მე-11-დან მე-6 პოზიციაზე გადასვლა. მაგრამ ბოლო მოსახვევიდან გამოსვლისას გერმანელმა დაუშვა შეცდომა. ბორდიურზე ძლიერი შეტევის დროს გადავიდა გზიდან და დაამტრია ბოლიდი. რაც შეეხება ალონსოს, მან ისევ შეძლო რბოლის ლიდერი ჯენსონ ბატონის გადასწრება და სეზონში მისთვის მეორე და რენოსთვის მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამ ყველაფრის შემდეგ შუმახერის და ფერარის მიმართ რწმენა ნელ-ნელა ისევ ქრებოდა. მიხაელი უკვე 17 ქულით ჩამორჩებოდა. ახალი ბოლიდის უპირატესობას ვერავინ ვერ ხედავდა. მიხაელს ძალიან სწრაფად უნდა გადაეხარეს სიტუაცია თავის მხარეს. ალბათ არ არის შემთხვევითობა, რომ შემდეგი რბოლა ტარდებოდა გერმანელისთვის მნიშვნელოვან ადგილას იმოლაში. ზუსტად იქ ერთი წლის წინ ალონსომ დამანგრეულად დაამარცხა შუმახერი. ზუსტად იქ შეეძლო მას მოეხსნა იმოლაზე დაღუპული აირტონ სენას პოლ პოზიციების რეკორდი. თუ მიხაელს უნდა რომ ტიტულისთვის ბრძოლა გაეგრძელებინა, საკუთარი თავი ხელში უნდა აეყვანა. რეკორდული 66 პოლ პოზიციის აღების შემდეგ შუმახერი ყველანაირად ცდილობდა პოზიცია ალონსოსთვის არ დაეთმო, მაგრამ ფერნანდო დანებებას არ აპირებდა. ბოლის შუა მონაკვეთზე მიხაელს საბურავების პრობლემა შეექმნა, რის გამოც მოქმედი ჩემპიონი მას კუთხეზე ჩამოეკიდა და აქტიურად უტევდა. იმოლას კონფიგურაცია თითქმის არ იძლეოდა გადასწრების საშუალებას და ალონსომ მიიღო გადაწყვეტილება ანდერკათი ჩაეტარებინა და პირველი შევიდა ბოლო პიტსტოპზე. როგორც კი ეს მოხდა, შუმახერმა მაშინვე მოუმატა ტემპს და რამდენიმე უსწრაფესი წრე გვაჩვენა, რის გამოც მისი პიტსტოპის შემდეგ შუმახერი ალონსოს წინ დაბრუნდა და რბოლა მოიგო. ბოლის შემდეგ შუმახერმა აღიარა, რომ სტრატეგებთან ერთად ალონსოს პროვოკაციას ცდილობდა, რადგან ის უფრო ადრე შესულიყო პიტსტოპზე და ეს ყველაფერი გამოეყენებინათ. დიახ, იმ დროს ფერარის სტრატეგებს მართლაც შეეძლოთ კარგი იდეების შემოთავაზება და ევროპის შემდეგ გრან-პრიზე ნიურბურგში მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. გამიზიარეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, ძალიან განსხვავდებიან ფერარის დღევანდელი და ადრინდელი სტრატეგები? კვალიფიკაციის შედეგებით წინ ფერნანდო ალონსო აღმოჩნდა და რბოლის პირველ მონაკვეთშიც ის ლიდერობდა. ნათლად ჩანდა, რომ ამ ტემპით მიხაელი ფერნანდოს ვერ გადაუწევდა. ამიტომაც გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი პიტსტოპის დროს მიხაელისთვის უფრო მეტი საწვავი ჩაესხდა, რათა უფრო დიდხანს გაეძლო პიტსტოპის გარეშე. როგორც კი ესპანელი შევიდა პიტსტოპზე, მიხაელმა ისევ მოუმატა ტემპს და მისი პიტსტოპის შემდეგ ისევ ალონსოს წინ დაბრუნდა და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. სეზონის მე-6 ეტაპზე ძალების გადანაწილება უკვე ნათლად ჩანდა. როგორც ერთი წლის წინ ჩემპიონატის ლიდერი იყო რენო და მხოლოდ ხანდახან სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამო ფერარი უწევდა მათ კონკურენციას. მაგრამ როდესაც ისინი თანაბარ სიტუაციაში იყვნენ, იტალიელებს არნაირი შანსი აღარ ჰქონდათ და დაწყებული ფერნანდო ალონსოს სამშობლოდან ეს ყველაფერი ნათლად ჩანდა. ბარსელონა, სილვერსტოუნი, მონრეალი, ვერცეთ ამ გრან-პრიზე მიხაელი ახლოსაც კი ვერ მივიდა გამარჯვებამდე. ასეთ სიტუაციაში მას მხოლოდ შეეძლო მინიმუმამდე დაეყვანა დანაკარგები და მოწინააღმდეგების შეცდომებს დაელოდებოდა. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რაზე იყო წამსვლელი შუმახერი გამარჯვებისთვის. გავიხსენოთ 94 წლის ადელაიდას და 97 წლის ესპანეთის გრან-პრები. ახლა ამ სიას 2006 წლის მონაკოც შეემატა. კვალიფიკაციის ბოლო წამებზე შუმახერმა დააფიქსირა საუკეთესო დრო. შემდეგ წრეზე კი ბოლოს წინა მოსახვევში დაუშვა ისეთი შეცდომა, რომ გადაკეტა გზის დიდი ნაწილი და ამ ყველაფრის გამო ვერც ერთმა მისმა კონკურენტმა ვერ შეძლო ფინალური წრის გავლა. არავის არ სჯეროდა, რომ ეს უბრალოდ შეცდომა იყო და ამიტომაც რამდენიმე გუნდმა შეიტანა საჩივარი. ამ ინციდენტის განხილვა გრძელდებოდა 8 საათი. გადაწყვეტილება კი იყო შემდეგი. შუმახერი დამნაშავედ ცნეს, წაართვეს პოლ პოზიცია და სტარტი ბოლო პოზიციიდან დაიწყო. რაც მონაკოში ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია, მაგრამ არა შუმახერისთვის. მან შესანიშნავი რბოლა ჩაატარა და 22 ადგილიდან მე-5-ზე გადაინაცვლა. ამ გრან-პრიზე მოხდა ის, რაც თითქმის ყველა თქვენგანმა იცის და მე ერთ-ერთ საკულტო მომენტად მიმაჩნია. სეზონში პირველად მიეცა შანსი კიმი რაიკონენს, რომ რბოლა მოეგო, მაგრამ როგორც წინა წელს მის ბოლიც ისევ ცეცხლი გაუჩნდა. მას შემდეგ რაც კიმ ბოლიდან ამოძვრა, იმის მაგივრად რომ ბოქსებში წასულიყო, ის მისი მეგობრის იახტაზე ავიდა და გემრიელ სასმელს შეექცევა. მთლიანობაში რბოლის შემდეგ ყველა ბედნიერი იყო. მიხაელს უხაროდა არაჩვეულებრივი კამბექი, კიმი ისვენებდა, ალონსო კი გამარჯვებას აღნიშნავდა. ბევრისთვის ჩემპიონობის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ შუმახერი არასდროს ნებდებოდა და მას ზურგს უმაგრებდა გუნდი, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი მისთვის. იტალიელი ინჟინერების უდიდესი ძალისხმევის შედეგად სეზონის შუა მონაკვეთში F248 სულ სხვა დონეზე ავიდა და ამერიკის შემდეგი გრან-პრის დამთავრების შემდეგ გულშემატკივრები მიხვდნენ, რომ ჩემპიონატი კი არ დამთავრდა, არამედ მხოლოდ ახლა იწყებოდა.
ინდიანოპოლისში ფერარის და რენოს სიჩქარეს შორის სხვაობა გასაოცარი იყო. სკუდერიამ უპრობლემოდ გააფორმა დუბლი. ფერნანდო ალონსომ კი მეხუთე ადგილი დაიკავა. საფრანგეთში საქმეში უკვე ბრიჯსტოუნის ჩაერთო. ძალიან ცხელ ამინდში მათ ისეთი საბურავები შესთავაზეს ფერარის, რომ ალონსომ სერიოზული რისკის შემდეგ შეძლო ფილიპესთვის გადასწრება. მაგრამ შუმახერთან ბრძოლას აზრიც კი არ ჰქონდა. ამავე დროს რენოს დიდი პრობლემები ჰქონდა. ადრე თუ მათ ცხოვრებას მხოლოდ ფერარი და ბრიჯსტოუნი ართულებდა, ბოლის დამთავრების შემდეგ საქმეში უკვე ფიატს ჩაერთო. მათ აკრძალეს მასდენფერის გამოყენება. ჰოკენჰაიმში ალონსოს და ფიზიკელას ძალიან უჭირდათ ბოლიდების დამორჩილება. პირველად სეზონში პოდიუმზე ვერ ავიდა რენოს ვერცერთი პილოტი. აკრძალვების გამო რენოს ინჟინერებს უმოკლეს დროში მოუწიათ ბოლიდის გადაწყობა და შეძლების დაგვარად დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა. დიახ, დარტყმა ძალიან ძლიერი იყო. ამიტომაც თუ ადრე E26 ბევრად წინ იყო, ვიდრე ფერარის F248, ახლა უკვე ის ოდნავ ჩამორჩებოდა მოწინააღმდეგეს. უნგრეთის გრან-პრიდან მოყოლებული ორივე გუნდისთვის ბრძოლა იყო ძალიან პრინციპული. ან ყველაფერი, ან არაფერი. შუმახერმა და ალონსომ ორ-ორ წამიანი ჯარიმა მიიღეს ყვითელი დროშების დროს გადასწრების გამო. ამ ყველაფრის გამომდინარე ორივეს უწევდა რბოლის დაწყება პირველი ათეულის გარე პოზიციებიდან. თუ ჯერ კიდევ არ იცით რომელი დროშა რას ნიშნავს, აღწერაში დაგიტოვებთ ვიდეოს ლინკს, სადაც დეტალურად ხსნი რომელი დროშა რას გულისხმობს. იმის გამო რომ რბოლის დროს უნგრეთში წვიმდა, მიხაელი და ალონსო არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. საქმეში ისევ საბურავები ჩაერთოთ და თუ ცხელ ამინდში უპირატესობას ბრიჯსტოუნი ფლობდა, წვიმის ქვეშ იაპონური საბურავები უბრალოდ გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მათ ტემპში განსხვავება იმხელა იყო, რომ ალონსომ მიხაელს ერთი წრით გაუსწრო. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ ამბავში ისაა, რომ ალონსოს მექანიკოსებმა პიტსტოპის დროს უკანა საბურავი ცუდად დაუყენეს და რბოლის დასრულებამდე რამდენიმე წით ადრე ის ჩაეხსნა რბოლას. თითქოს და მიხაელს უნდა გამოეყენებინა ეს შანსი, მაგრამ ჰეითფელდმა, რომელსაც უკეთესი საბურავები ჰქონდა, გადასწრების დროს დაუშვა შეცდომა და შუმახერს დაკიდების სისტემა გაუტეხა. ინციდენტის გამო შუმახერიც გამოეთიშა რბოლას. ეს გიჟური რბოლა კი მოიგო ჯენსონ ბატონმა, რომელმაც მის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. თურქეთში ფერარიმ ისევ გვაჩვენა რენოზე დომინაცია. ყველა ელოდა, რომ შუმახერის კიდევ ერთ ტრიუმფს ვიხილავდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც ძველი სკუდერია არასდროს დაუშვებდა. კვალიფიკაციაში ფილიპე მასამ არანაირი შანსი არ დაუტოვა შუმახერს და მოიპოვა მისი პირველი პოლ პოზიცია კარიერაში. ამ ყველაფრის გამო პირველივე წუთებიდან შუმახერს მოუწია ალონსოსთან დამქანცველი ბრძოლა. მე-13 წრეზე ვიტანტონიო ლიუციმ დაუშვა შეცდომა და მოუსრიალდა ბოლიდი, რის გამოც ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა. ყველა გაეშურა ბოქსების მაგრამ იმის გამო, რომ მასასა და შუმახერს შორის სხვაობა მინიმალური იყო, გერმანელს მოუწია ლოდინი იქამდე, სანამ მექანიკოსები ფილიპეს მოემსახურებოდნენ, რის გამოც დიდი დრო დაკარგა. რა თქმა უნდა, ფერნანდომ სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია და მიხაელის წინ გაიჭრა. მეორე პიტსტოპის შემდეგ შუმახერი 15 წლის განმავლობაში აპრესინგებდა ახალგაზრდა ესპანელს, მაგრამ ალონსო უკვე მიჩვეული იყო მსგავს სიტუაციაში რბოლას და შეინარჩუნა თავისი პოზიცია. ეს რბოლა მოიგო ფილიპემ. მეორე და მესამე ადგილები კი ფერნანდომ და მიხაელმა დაიკავეს. იმის მიუხედავად, რომ ფერარი უფრო სწრაფი იყო, მიხაელს მაინც არ გამოსდიოდა ალონსოსთვის კონკურენციის გაწევა და გასწრება. სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა და რბოლების რაოდენობა თანდათან იკლებდა. უკვე მე-13 სეზონში შუმახერს უნდა შემოეტრიალებინა სიტუაცია მის მხარეს და სად უნდა გაეკეთებინა ეს თუ არა მშობლიურ მონზაზე. ტყუილად არ არსებობს გამოთქმა, სახლში კედლებიც კი გვეხმარება. იტალიაში თავდაპირველად სტიუარდებმა დააჯარიმეს ალონსო კვალიფიკაციის დროს მასას დაბლოკვის გამო. მან მე-10 ადგილიდან დაიწყო რბოლა და შეძლო მე-3-ზე გადასვლა, მაგრამ ახლა უკვე საქმეში მონზას მაგია ჩაერთო. და თუ არა მაგია, როგორ უნდა ავხსნათ ეს ამბავი, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად შეექმნა ალონსოს ძრავის პრობლემები. მიხაელმა შეძლო და გადაუხსრო პოლ პოზიციის მფლობელ კიმი რაიკონენს და მოიპოვა მისი 90-მე გამარჯვება. ამ ბოლის შემდეგ კი გააკეთა განცხადება, რომელმაც მთელი მოტოსპორტი შოკში ჩააგდო. მან განაცხადა, რომ ეს იყო მისი ბოლო რბოლა მონზაში და სეზონის დასრულების შემდეგ ის ტოვებდა ფორმულა 1-ს. ჩინეთი ფორმულა 1 წვიმით შეხვდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მიშლენის მომხმარებლებს ისევ უპირატესობა ეძლეოდათ. სტარტზე მანამ სანამ ორივე რენო ლიდერობდა, შუმახერი მე-6 პოზიციაზე იბრძოდა. ნელ-ნელა წვიმამ გადაიღო. ტრასა უფრო და უფრო გაშრა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შუმახერის ტემპიც გაიზარდა. ერთ-მეორეს მიყოლებით ის ნელ-ნელა უსწრებდა მეტოქეებს და სლიკებზე გადასვლის შემდეგ მისი შეშირება შეუძლებელი იყო. პიტსტოპზე ალონსოს მექანიკოსებს ისევ პრობლემა შეექმნათ და მან 20 წამი დაკარგა. ეს რბოლა შუმახერმა მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე ქულებით გაუთანაბრდა ფერნანდო ალონსოს. ყველა ფიქრობდა, რომ შუმახერი უდაოდ ჩემპიონი გახდებოდა და იაპონიის ვიკენდის დასაწყისმა, სადაც გერმანელი პირველად გახდა ჩემპიონი, საბოლოოდ დაადასტურა ეს თეორია. სამშობლოში ბრიჯსტოუნმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მისცა ფერარის, რის გამოც სტარტზე პირველი ორი პოზიცია ფილიპეს და მიხაელს ეკუთვნოდათ. ფერნანდო კი რბოლას მე-5 პოზიციიდან იწყებდა. თურქეთში მომხდარი ამბების გახსენების შემდეგ გუნდმა ფილიპეს მიუთითა, რომ მიხაელი წინ გაეშვა და ამჯერად გუნდურად ეთამაშა. ჩემი აზრით ასეთ სიტუაციაში ფილიპე თვითონაც არ იყო წინააღმდეგი.
შუმახერი უბრალოდ უნდა მისულიყო ფინიშამდე. მაგრამ მოხდა ის, რის გარეშეც ფორმულა 1 არ იქნებოდა ჩვენთვის ისეთი საყვარელი სპორტი, ყველაფერი ასე უბრალოდ რომ დამთავრებულიყო. პირველად 6 წლის განმავლობაში ფერარის ძრავმა ვერ გაუძლო დატვირთვას და უბრალოდ დაიწვა. ძნელია წარმოვიდგინოთ, რაც გრძნობდა შუმახერი ამ დროს, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ ეს არ იყო ერთადერთი ცუდი ამბავი. ეს რბოლა ფერნანდო ალონსომ მოიგო. დიახ, სულ რაღაც საათნახევრიანი რბოლის განმავლობაში ყველაფერი თავდაპირად დადგა. რა თქმა უნდა, შუმახერი დანებებას არ აპირებდა და ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებდა. ბრაზილიის გრან-პრის მილიონობით ადამიანი უყურებდა და ელოდებოდა, რომ მათი კუმირი სასწაულს მოახდენდა. მაგრამ კვალიფიკაციის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ მიხაელის ისეთ მცირე შანსები უფრო შემცირდა. კვალიფიკაციის მესამე სეგმენტის დროს მას ისევე ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ამჯერად საწვავის ტუმბო გაუხუჭდა და ის რბოლას მეათე პოზიციიდან იწყებდა. ალონსოს უბრალოდ მინიმუმ მერვე პოზიცია ჭირდებოდა ჩემპიონობისთვის. ან შუმახერს რბოლა არ უნდა მოეგო. როგორც ყველა ხვდებით, ასეთ სიტუაციაში მისთვის ჩემპიონობის დაკარგვა თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ მის ბოლო რბოლაში მიხაელს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. სტარტზე მან შეძლო და 4 პოზიცია მოიგო და გადავიდა მე-6 ადგილზე. უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ, რომელიც ნიკო როსბერგის ავარიის გამო გამოჩნდა, მიხაელი აქტიურად აპრესინგებდა ფიზიკელას და რამდენიმე წრის შემდეგ შეძლო გადასწრება. მაგრამ ამ მანევრის დროს ფიზიკელამ წინა ფრთით შუმახერის უკანა საბურავი გახეთქა. ესე იგი სასწაულის შანსი საბოლოოდ დაიკარგა. მაგრამ შუმახერს არ უნდოდა ასე დაესრულებინა თავისი კარიერა. პიტსტოპის შემდეგ ის ლიდერ მასას თითქმის 1 წრით ჩამორჩებოდა. მაგრამ დარჩენილ დისტანციაზე გვაჩვენა რატომ იყო ის ერთ-ერთი საუკეთესო. ის 1-2-ის მიყოლებით უსწრებდა მეტოქეებს და ფინიშის ხაზი მე-4-მ გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ გახდა 8 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ასეთი სანახაობის შემდეგ ვერავინ ვერ ამბობდა იმას, რომ ბრწყინვალე წითელი ბარონის კარიერა უსიტყვოდ მთავრდებოდა. ფერნანდო ალონსომ დაიკავა მეორე ადგილი და ზუსტად როგორც 1 წლის წინ, ისევ ინტერლაგოსზე მოიპოვა მეორე ჩემპიონობა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა 2 გზის ჩემპიონი. 16 სეზონის შემდეგ შუმახერის ერა დასრულებული იყო და ბოლო წრის გავლა ლეგენდარული წითელი ბოლიდით მან მონზაში გადაწყვიტა. მაგრამ მაშინ ვერავინ ხვდებოდა, რომ 4 წლის შემდეგ შუმახერი დაბრუნდებოდა და დაიკავებდა ადგილს გერმანულ გუნდში მერსედესში. გუნდში, რომელიც შეიქმნა ლეგენდარული Brown GP-ის ბაზაზე. Brown-ი, რომელზეც ჩვენ მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.